Instagram-ზეც და Facebook-ში, რომლებიც რაღაცა იციან და როცა შენ ელემენტ გახსოვს ჩვენ რომ smartphone-ის გამოყენების ის რომ დავიწყეთ სწავლება. ექსპრეს კურსების ჩატარება. ხო, ექსპრეს კურსების რომ ელემენტალურია, როგორ გამოიძახო ტაქსი, როგორ და დაიწყეს დაცინვები დაიწყეს. გამოხმაურება სერიოზული. არა, გამოხმაურება ხო რა თქმა უნდა. ხო. მაგრამ აი ესა ის ეხლა რისი თქვა მინდა. ამ მილიონ ნახევარი IP მისამართი ვინც Facebook-ზე ზის თუ წევს თუ იმყოფება იქ სხვადასხვა მიზნები აქვს ყოველივე მათგანს. ეხლა ავიღოთ ყველაზე პოზიტიური საქმიანი ხალხი და აქ იმიტომ რომ ჩვენ კლიენტები ჩვენ რა თქმა უნდა ამას ახლა ვიწერთ იმიტომ რომ თქვენმა ზოგიერთმა თქვენთაგანმა ვინც საქმით არის დაკავებული, ვისაც უნდა გამოყენება, ვისაც ესმის დროის ფასი, ესმის შრომის ფასი, ესმის ფულის ფასი და ესმის რომ დღევანდელ სწრაფად სვალებად ცხოვრებაში და როდესაც უკვე ნეიროსისტემები გვიტევს ყველა მხრიდან და იმდენად სწრაფად ვითარდება და ადამიანმა ჯერ ეს მინიმალური ძალიან ისეთ განსაკუთრებით საქართველოს ეხლა დაიწყო მთავრობამ რაღაცა, ეხლა დაიწყო ვიღაც პერსონალურმა თქვა სპორტსმენებმა და ვინც შორის ბლოგერებში ხო ხვიჩა კვარაცხელია. ხო, იმიტომ რომ როგორც კი გამოჩნდა ხვიჩა, უცბად ამუშავდნენ YouTube-ში, ქართველი ბლოგერებიც ამუშავდნენ. ქართველი და სხვა ქვეყნის ბლოგერებიც. იმიტომ რომ გამოჩნდა ბრენდი, გამოჩნდა პერსონა, რომელიც პოპულარულია. და ხალხს აინტერესებს და ამას ეს ბუნებრივი ელემენტია ბაზრის. ამიტომ Facebook-ზე ეგრე როგორც გამოჩნდება ჯგუფი ხალხის, რომელიც მართლა ტვინით დაიწყებს მოქმედებას და არა ეშმაკობით და რაღაცეებით მანიპულაციები. ხო. ნუ მარტო ქსელურ მარკეტინგს ყველას ახასიათებს, კოუჩებს და გინდა გამოიმუშავა მილიონი ისე რომ არაფერი არ ჩადო, არაფერი არ გააკეთო და ხალხს უგნია მართლა გამოიმუშავა. ამიტომ კვარაზე დავავტაროთ, იმიტომ რომ კვარა ძალიან პოპულარულია ყველგან, სადაც იქნება, მაგრამ კვარას აქვს რამე სისტემა. ნუ სოციალური ქსელები აქვს, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, მაგრამ სისტემა არ აქვს, ეს ყველაფერი მასზე არ მუშაობს.